ფინალები უწყებ თავისუფალი სტილით 61 კილოგრამი. შემატკივების ყიჟინა გესმით, გამოდის ხალიჩაზე. რამაზ თურმანიძე აჭარელი და მისი მეტოქე იქნება შავშანდელი ჩემპიონი გოჩა გიორგი ღონიაშვილი. თურმანიძე წინვალე სტილში გაამარცხა დღეს მეათეფინალში ომარ მამულაშვილი, ხოლო ღონიაშვილმა მოუგო ვეზო მარსაგიშვილს, ორივე მარსაგიშვილმა და მამულაშვილმა უკვე მოიპოვეს დღეს ბრინჯაოს მედლები. აჭარას დღევანდელ ფინალებში ბოლო წარმომადგენელი ყავს, ისევე როგორც ყვავილს. შავშანდელი ჩემპიონი გახლავთ გიორგი ღონიაშვილი. აქაც რაღაც მცირეოდენი უხეშობა, თუმცა უნებლიე უხეშობა და გრძელდება კვლავაც შეხვედრა. გავიდა ნახევარი წუთი უკვე. კიდევ ერთხელ აპერილებს თურმანიძე, რომ მეტოქე ხელი მიარტყა. ღონიაშვილი წავიდა ხა შეტევაზე. თურმანიძე როგორ აგ ელასტიურ მოძრაობებს აჩვენებს წინა შეხვედრაშიც ნახევარფინალშიც ჰქონდა მსგავს იმას. ხო, თან მეორეში როგორ მოუმატა თუ გახსოვს? პირველს იგებდა მამულაშვილი საკმაოდ კარგი უპირატესობით, მაგრამ მერე აფეთქდა რეჯერ თურმანიძე და 14-6 მოიგო თუ კარგად მახსოვს. ჯერჯერობით გაძაბული და სწრაფი ტემპის მიუხედავად ანგარიში არ გახსნა და ახლა საჯერმა აქტიურობისკენ მოუწოდეს და 30 წამიანი ჩაურთეს თურმანიძეს. ირანელი მსაჯის ამ შეხვედრას, რომელიც საკმაოდ მკაცრი მსაჯი არის, მკაცრი როგორ ხა სამართლიანი მსაჯი და ზედმიწევნით აქტუალური. გავიდა გამოიწურა ეს 30 წამი და ახლა ღონიაშვილმა უნდა მიიღოს ერთი ქულა, კი დაუწერეს უკვე. პირველი პერიოდის დამთავრებამდე რჩება 35 წამი. და ყველაფერი გადაწყდება აქ მეორე პერიოდში, თამამად შეიძლება უკვე ამის თქმა. თუმცა ჯერაც მედგათ უტევენ ერთმანეთს უფრო მეტად მაინც ღონიაშვილი, მაგრამ აქ მას გაფრთხილებას ხო არ მისცემენ ახლა. ჯერჯერობით არა. თუმცა მთავარმა მსაჯმა წითელი ფერდოში ასწია და ირანელი მსაჯიც მას ეუბნებოდა აზრდა რაღაც მითითებებს. დასრულდა პირველი ნახევარი 1-0 ღონიაშვილი ყვარლელი სპორტსმენი ასეთი ანგარიშით იგებს ფინალურ დაპირისპირებას მასპინძელ რამაზ თურმანიძესთან. თუმცა ნახევარფინალიდან თუ მიმჯერდეთ, თურმანიძეს მკვეთრად მომატება შეუძლია მეორე ნახევარში. ნახოთ რა ბასაა. ამას ნახევარფინალიც არ ჭირდება, ახლა ყველაფერი უნდა გადაწყდეს მეორე პერიოდში. პირველ პერიოდში, რა ვიცი, 1-0 ძალიან უმნიშვნელო უპირატესობა არის. პრაქტიკულად არაფერს არ წყვეტს. ადგილობრივი მაყურებელი ძალიან ხნედ ხომაგობს და ამხნევებს თურმანიძეს. ნახოთ რამდენად დაეხმარება მას ადგილობრივთა ხომაგობა. შეუტია ღონიაშვილმა უკეთეს პოზიციაშია და მიიღო ორი ქულა.
დაიყვანა. აქედან როგორც აღარ გამოვა არაფერი. სავარაუდოდ კი საჯმად წამოაყენა შეაჩერა შეხვედრა 3-0 გიორგი ღონიაშვილის სასარგებლოდ. ისევ შეაჩერა საჯმა შეხვედრა, ვინაიდან გომში არ ცვლებოდა არაფერი, უბრალოდ დრო გადიოდა. მოვიწვით ზუსტად პირველი წუთიც კი ბატონო ამოიწურა 3-0 გიორგი ღონიაშვილის სასარგებლოდ. ისევ დგომი, მოხრილი დგომი ზონის ცენტრში. ხა თურმანიძემ თითქოს დააპირა ფეხში შესვლა, მაგრამ თო იმიტაციას გავიდა ესეც და არა რეალურ ცდელობას. არაძლევს არაფრის გაკეთების საშუალებას ჯერჯერობით ღონიაშვილი თურმანიძეს. თუმცა თურმანიძე ცდილობს კი რაიმე შეცვალოს და რაღაც ახალი დაუპირისპიროს. ამდენსაც დაგთავენ ვიშუფლებასაც მოგცემენ იმას გააკეთებ. დაგჭა რამდენი წუთი და შეიძლება რაღაც ცოტა უფრო მეტი იქნა, როდესაც არ გამოგდის ერთი რაღაც. ეხლა აქ ერთი 30 წამიანი უკვე ჩაერთო ღონიაშვილს. Formuzda წამი. ანგარიში ისევ 3-0 არის, მაგრამ აი ახლა ერთგულას მიიღებს თურმანიძე. 30 წამი გავიდა უკვე საჯარიმო დროის. ვიდეოებში გაცუდებული მცდელობა თურმანიძეს არაფერს არ უშვებს ახლოს. ამადა როგორ იოლად მოუგო. დაბოლოება ოთარ მამულაშვილს თურმანიძემ ნახევარფინალში აქ არაფრის გაკეთების საშუალება მეტოქენ მას არის. ხო, ფეხში შესვლას არ ცდილობს თურმანიძე და გავუშვება ხოლოდ 10 წე ბოლო 10 წამიანი მონაკვეთის ათვლას დაიწყო ანგარიში 3-1 გახლავთ გიორგი ღონიაშვილის ყვარლელი სპორტსმენის სასარგებლოდ. ეხლა ის ცოტა უკანაც გადის, კიდევ აი დაისაჯა ამისთვის გაფრთხილებით ღონიაშვილი და ერთი ქულა მიიღო თურმანიძემ, თუმცა ბევრს არაფერს არ ნიშნავს, უკვე 0.8 წამი არის დარჩენილი. აი ეს 0.8 წამი უნდა დასრულდეს, გავიდა და გიორგი ღონიაშვილი გახდა საქართველოს ჩემპიონი. დასრულა ორივე ხალხმა აჭარელებს თავისუფალში აქვს ერთი ვერცხლი, ერთი ბრინჯაო. ჯამში გამოუვიდათ 5 ოქროს медали, 6 ვერცხლის медали და 8 ბრინჯაოს медали. ყვარელს აქვს თავისუფალ ჭიდაობაში ყველა. შვენიერი კულბიტი შემოგთავაზა ღონიაშვილმა. 2 ოქრო და 1 ბრინჯაო. 2 ოქრო 5 ახაჭარას და 2 ოქრო ამ მომენტისთვის ამბროლაურს, საჩხერეს და ყვარელს.